ეხლა ამას რაც ვაკეთებ ფაქტიურად აი ეს იმდენი ეტაპი არის გასავლელი, აი ძალიან ნელა ჩაყავს იმ სიმუქეებისკენ. დიდი წვეტა გქონდა ეხლა საქართველოში ხაწერის სკოლები ფაქტიურად გაუქმებული იყო მოგეხსენება საბჭოთა პერიოდში როგორი დევნა იყო ეკლესიების, თუმცა უკვე 90-იანი წლებიდან როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ფაქტიურად რაღაც ახალი ერა, ახალი ეტაპი დაიწყო თანამედროვე ქრისტიანულ საეკლესიო მხატვრობაში ჩვენთვის და ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უკვე დაარსდა სასწავლებლები ხაწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტი დავამთავრე მე თვითონაც სასულიერო აკადემიაში თანამედროვე მხატვრები უკვე ვცდილობთ რომ რაღაც იმ ძველ ტრადიციას არ ჩამოვრჩეთ ჩვენ ახლა ხაწერაში მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ესე ძველ ტექნოლოგიებთან ახლოს მივიდეთ და იმ ძველი ტექნიკით ვიმუშაოთ, რასაც ისტორიულად ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და ახლა აი კვერცხის გულის ტემპერას ვამზადებთ. ეს ჩვეულებრივი კვერცხი არის საჭირო და უნდა გამოვაცალკეო ახლა კვერცხის გული ცილისგან და შემდეგ მე მჭირდება მხოლოდ აი ეს გულის სითხე. ეს არც ისე რთული პროცესია რეალურად, კვერცხის გული არის საჭირო და ძმარი და წყალი. ეხლა უკვე იმ ეტაპზე ვართ გადასული, რომ საკმაოდ პროგრესს განიცდის საეკლესიო მხატვრობა საქართველოში, უკვე მოზარდების დაინტერესებულები არიან შესწავლით. გამარჯობათ. დავიწყოთ. აბა შემოდით. მომენტი. არ გინდა. ეს ფანფანკარს აიღეს ჩვენი სკოლა მაქვს ქალაქ ხაშურში, ხაწერისა და ხატვის სკოლა მანდილიონი, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ ხაწერას, ცდილობენ რაღაც უფრო არა მარტო ცოდნა გაიღმაონ, არამედ ახლოს იყვნენ იმ წმინდანებთან, იმ საკითხებთან და ამ რთულ გარემოში ფიქრობ, რომ მათთვის ძალიან სასარგებლოა, რომ არა მარტო რაღაც ბუნებრივად განავითარონ თავიდან შესაძლებლობები, არამედ რაღაც ზნეობრივადაც უფრო გამართულები იყვნენ, რაღაც სულიერად მტკიცეები იყვნენ. მე მაგალითად არ წარმოვიდგენი ჩემი ცხოვრება ხაწერის გარეშე. თავიდან ცოტა მეშინოდა, იმიტომ რომ მეგონა ვერ შევეჭირებოდი ამ ხელას სირთულეს, მაინც ემოციურად იმ ხელა დატვირთვა შენთვისაც, რომ თითქოს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიხარ, რომ აი ცოტა დაბრკოლება მქონდა, თუმცა რომ პირველი გაკვეთილის შემდეგ ირაკლი მასწავლებელმა იმდენად მომიხსნა ეს დაბრკოლების რაღაცნაირი ბარიერი, რომ აი უკვე სიხარულით მოვდიოდი ხოლმე ყოველ გაკვეთილზე. მოიცა, ეგარ. პატარას არ ვიღებს გადაგებას. ჩვენთან ახლა გაკვეთილზეც არ არის მხოლოდ საუბარი ხაწერაზე. აი სულ მიდის ხოლმე მსჯელობა, დიალოგი, რაღაც სხვადასხვა თემებზე და მე როგორც მასწავლებელი ვცდილობ რომ ესა თუ ის საკითხები რაღაც სხვა კუთხით დავანახო, უფრო ეკლესიური კუთხით დავანახო, უფრო რელიგიური კუთხით დავანახოთ, რომ მათ არ გაუჭირდეთ შემდეგ ცხოვრებაში რომ გავლენ, არ გაუჭირდეთ კეთილისა და ბოროტის გარჩევა. ბოლოს ვიმუშავე ოსიაურის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიისთვის, კანკელის ხატები დავწერე მათთვის, ასევე ანალოგიის ხატი და კიდევ სხვა ხატების ჩემი მხრიდან არის დაწერილი და აი ჩემთვის პირადად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ეკლესიაში შევდივარ როგორც მრევლი და ხედავ რომ ჩემს ნამუშევართან ადამიანები დგანან, სანთელ-სანთებენ და შეთხოვნ რაღაცას. ანუ ეს უკვე ჩემთვის არის პასუხისმგებლობა, რომ მუშაობის პროცესშიც მე ვალდებული ვარ, რომ მაქსიმალურად ვიყო მომზადებული, სულიერად რაღაც წყნარი გარემო შევქმნა. ხარების დღესასწაული ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული. ეს ამ დღეს ფაქტიურად ეხარა კაცობრიობას, რომ ღმერთმა არ მიატოვა თავისივე შექმნილი ადამიანი, ანუ არ დატოვა ეშმაკის ტყვეობაში და ვახარა უფალმა, ახარა ღვთისმშობელს, რომ მოვიდოდა ღმერთი ადამიანად და გამოიხსნიდა კაცობრიობას.
მე უსურვებ სულიად საქართველოს, რომ ყოფილიყავით გახარებულები, იმიტომ რომ სიხარული არ მოაქვს მარტო რაღაც მატერიალურ რამეებს, პირველ რიგში სულიერად თუ ხარ ადამიანი მტკიცედ, თუ ვართ ქრისტიანები, ანუ ჩვენ გვაქვს მიზეზი, რომ ვიყოთ სულ გახარებულები. ულოცავ კიდევ ერთხელ სულიად საქართველოს.